მობძანდი, როგორ ახლა? რა კარგია რომ გხედავ. ნამდვილად ძალიან კარგია. ჩემი იტალიის სიყვარულმა შეგვეხვედრა იტალიურ რესტორანში. აქეთ. ძალიან მიხარია, იმდენი ვისაუბრეთ შენთვის საყვარელ ქვეყანაზე და ქალაქზე, რომ მე მგონი აქედან და დავიწყოთ და გავაგრძელოთ მერე. მე იტალიაში საზღვრებს მიღმა. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე კარგი რესტორანი. შენ ისე კარგად აღწერე და გვესაუბრე. რომ ის ამბები ისე მოგვიყევი, რომ მე მგონი რომ სხვასთან ერთად არ ღირსით წასვლა. სიამოვნებით. ხო, მაგრამ იტალიის გარდა კიდე ჩვენ რაჭის უყვარლი უფრო გვაერთიანებს. ამიტომ მაგაზეც მოდი ჯერ რაჭიდან დავიწყოთ და მივყვეთ. ყველაფერი რაჭიდან დავიწყოთ და მე, იმიტომ რომ რაჭასთან არაფერი არ მეყურცხადია. იმიტომ რომ ასე ხარ თქვენც. ჩვენც ასე. მე მგონი ყველა რაჭველი ასეა და არა რაჭველიც. შემოგთავაზეთ პროგრამაში. შაქრი თუ უშაქრო? უშაქრო. დიდი მადლობა. მოვიმსახურებთ. დიდი მადლობა. მიხარია რომ მოხვედი გამონახე დრო. ესე იგი ატრო გავიდა არ ვიცი რა ჩემი დამყავდა. და მე ისე მოხდა რომ მთელი ოჯახი უფროსით დაიწყე და ჩამოვედი ხო და ნუ აქვე საჯარო ვთქვათ რომ მაინც ამ სატელევიზიო პროექტმა სადაც ამღერდით ერთად განაპირობა ისიც რომ მე შენზეც გადმოვიდა ინტერესი და ნელ-ნელა გაიგოროთ მე ბრწყინვალე დღერი დები და ოჯახი და ის კითხვა ამ კითხვას მინდა დავიწყო რაღაცა ოჯახური ტრადიცია გააქვთ ბავშვობაში მღეროდი თუ საიდან შეხმათ გქონდეთ ესე რომ მღერით ესე ლამაზად თუ რაჭა მომღერათ თუ რაჭამაც რა თქმა უნდა აგვამღერა რაჭა კიდე სხვანაირად ამღერებს ადამიანს ყველას აბსოლუტურად ვინც რაჭას სტუმრობს თუმცა ჩვენი სიმღერისადმი სიყვარული ეს ნიჭი რასაც ქვია სიმღერა ალბათ მაინც ოჯახიდან მოდის იმიტომ რომ ჩვენს გენეტიკაში დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც აბსოლუტურად ყველა მღერის აქედან გამომდინარე ჩვენც რაღაც აი ამ საოცარ ჰარმონიაში ვიზრდებოდით და ძალაუნებრივად გვინდოდა თუ არ გვინდოდა აი ამ ჰანგებში ხდებოდა ჩვენი რაღაცა ყოველდღიური ყოფა რა. ჩვენ გენეტიკას ქვია გული მღერი ის? ჩვენ გენეტიკას ქვია, კი, გული მღერის. რა კარგია. ბავშვი, აი ახლა რო კითხო პრინციპში როდიდან დაიწყე, ალბათ არ გახსოვს, იმიტომ რომ რაც თავი გახსოვს, ან სიმღერა გესმოდა, ან მღეროდი. ხო, იცი რა, სულ მღეროდით რა და ახლა მინდოდა თუ არ მინდოდა კიდე ეს წეგან არაჩვეულებრივი ადამიანი რო ვახსენეთ, ჩემი და კი ბატონო, ნათია. ბნელ 90-იანებში მასწავლი და ღამე სიმღერა. ეხება სხვა დრო არ არსებობდა და ხმებში სიმღერას. ეხლა ეს ხმა იმღერა, ეხლა ეს ხმა იმღერა და მასწავლი და ღამე სიმღერას. პატარა ნუ აი 4 წლის, 3, 4, 5 წლის. და მასწავლი და სიმღერას ხოლმე და ღამე ესე ვღიღინებდით ხოლმე რა და ფუჭად არ ჩაულია მოკლედ ამ ბნელ 90-იანის ფუჭად არ ჩაულია და არც შემიდის მონდომებას და სიყვარულს და ნუ ისიც უნდა აღნიშნო რომ მე ნათიას გაზრდილი ვარ იმიტომ რომ დედა მაშინ სწავლობდა მუშაობდა და ძირითად დროს მე ვატარებდი ნათიასთან რა 6 წელია ჩვენ შორის განსხვავება და ანუ უფრო არის დედა ვიდრე უფროსი და შესაბამისად დამოკიდებულებაც და ემოციებიც ჩემს მიმართ უფრო ისეთი აქვს მშობლიური. ანუ დედმამიშვილი არა. იმის პასუხისმგებლობა ქონდა რომ შენ სიმღერაც უნდა გესწავლა. აუცილებლად. ანუ ეს თავისთავზე აიღო. აი ეხლაც სულ ყველაფერზე აბსოლუტურად ვინ ერთ საიდუმლო გაგიხილო? მასწავლის. კი, რა თქმა უნდა. მასთან გავიარე კონსულტაცია და შევეხავდი რომ შენ მოსულიყავი გადაცემაში, მაგრამ ეს არ ვიცოდი რომ თუ მას პასუხისმგებლობა ქონდა. ხო, ეს ხდება ხოლმე რაღაცნაირად. ნაცი არის ძირითადად. იცი რა მითხარი? მაშინ როცა ეხლა 4 და 5 წლის რო ვიყავი, ამაზე ვერ ფიქრობდი, მაგრამ მე უკვე მოსდილ ასაკში, როცა უკვე დასრული გახდი და გძელდებოდა ეს სახში სიმღერა ნათიასთან ფიქრობდი რომ შეიძლება აი შენ როდესმე ან ჩემ გადაცემაში ან სამე პროექტში როგორც აი მომღერალი და სიმღერით მისულიყავი გეფიქრებოდა ამაზე თუ ეს იყო უბრალოდ ოჯახური არა უფრო აი რაღაც მაშინ ცოტა ეს რაღაცები მიუწვდომელი იყო რაღაც ჩვენ ბავშვობაში და მხოლოდ 90-იანებში რაღაც კუმირები არსებობდნენ მაშინდელი ვარსკვლავები და ჩემთვის ნუ ისეთი თემა იყო ეგ რომ ანუ ჯოცნების დონეზე რა ალბათ მაგრამ ნუ და თქვათ რომ ოცნებები ხდება მაგრამ სურვილი სადღაც იყო რა თქმა უნდა სურვილი იყო ყოველთვის და სარკესთან რაღაცას პოპულარსკვლავების განსახიერებ კი რა თქმა უნდა და მინდოდა რომ ყოფილიყავი ვარსკვლავი და მაშინ იმ პატარაობაში ვინმე ითქვა რომ შენ ეს გამოგივა და მიაღწევ შენს მიზნებს და სურვილებს და გამიკვირდებოდა რა მაგრამ
თუმცა ადამიანის შესაძლებლობები არის სული მიტო და მადლობა ღმერთს პირველ რიგში, იმიტომ რომ არა მისი დახმარება ალბათ არ ვიცი. ცოტა გართულდებოდა რაღაცეები. ხო, მაგრამ ესე იგი ეს ნიშნავს იმას, თუ რაღაც ძალიან გინდა გამოდის. აუცილებლად. თუმცა ნუ იღბალიც ალბათ აუცილებელია. რაჭა რა ასაკიდან გახსოვს? რაჭა მახსოვს სულ. რაჭა ჩვენს მოგონებებში იყო სულ, იმიტომ რომ ჩვენ სკოლას დავამთავრებდის თუ არა, ბებია ჩემი იყო ზარი და 25-ში ვიყავით რაჭაში რაჭველი ბავშვები. ყველა აბსოლუტურად სკოლის დაწყებამდე 2 დღით ადრე ჩამოვდიოდი ხოლმე რა. მიმიხაროდა კი რა, გიჟდებოდი და თან მით უმეტეს აი ჩემს მეხსიერებაში ის რთულად გასავლელი გზა ეხლა ხო ძალიან გაგვიმარტივდა და არ არის რაჭაში ნამყოფი, თქვენ ცხოვრობთ ალბათ ყველაზე მაღალ სოფელში და მაშინ უნდა მოგივლოთ ხელი საქართველოს და ასულიყავი და მე რომ გადამჯდარიყავი სხვა მანქანაზე და მე ფეხი და მე ურმით და უნდა მიგე. აი მე ეს იყო რაღაცა სატანჯველი. ამბობენ შქმერელები და რაჭველები ვინც ზემორაჭაში არიან, რომ შქმერისცა არის სხვანაირი, უფრო ახლოს ხარ ვარსკვლავებთან. ხო, გონია რომ ხელს მიაწვდენ და ვარსკვლავების ხელში ხო, ესე შეყობდა მოეფერები ზეცას. თუმცა ახლა გამარტივდა და პირველად რომ ჩავედი ეს გზა რო გაკეთდა და უცებ შევარდი და შქმერში და ვიძახ დედა მე შქმერში ვარ თქო. ხო, პირველი შქმერში შედიხარ. პირველი შქმერში შევდივარ და აი ის გზაც კი სიხარულით აი ერთი სული გქონდა, როდის მივიდოდით და კლდეს ეძახიანი. კლდეს რო გავწდებოდით ეხლა რო რაღაც არაჩვეულებრივი გადასახადი გააკეთეს, ხო. მაშინ კიდევ უფრო სასწაული იყო, ეგზოტიკური უფრო და აი მან დრო შევიდოდით უკვე გული აი აბსოლუტურად სხვანაირად წგერდა რა. ეროდით ბავშვობაში რაჭაში. რა თქმა უნდა, იქ სხვაგვარად წარმოუდგენელია. გარმონი, დაირა თავისი ოღრო-ჩოღრო, შეკრება, ზედაურებში, ქვედაურებში, იქ კიდე რაღაცა ისეთი მოგონილი დღესასწაულები არსებობს, რო აღარ იცოდნენ რომ რა შეიძლება დააეღნიშნათ ხო და რაღაც კარტოფილობა მოიგონეს, რომ სხვა სხვისთვის და მოგეპარა კარტოფილი სხვის ყანაში და ეს იყო მთელი ხიბლი მოკლედ რა დღესასწაული. აი ჩემ ბავშვობაში ეს იყო ცუდი ვაღიაროთ, მოპარვა ძალიან უხე შეამაროთ ხილი კარტოფილის სიმინდი, მაგრამ არავინ არ გიბრაზდებოდა თან. არავინ არ გიბრაზდებოდა, ხო რა, ყველა მიცოდა ვინ ყანაში შედიოდა და მიცოდა რაღაც მიზეზი იყო ბავშვების გართობის. იცი რა? შენ წეხან ახსენე რომ ღმერთს მადლობა და ღმერთის წყალობის ხდება ყველაფერიო და თანაი რადგან ბუნება ვახსენეთ, სასტანესი ახლოს ვახსენებ, თავახსენეთ, იქ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ხოლმე. ამ შეგნებასთან, აქ ვთქვათ რომ მეუფეილისე, შქმერელის, თავისივე სრული შქმერშია დაკრძალული და იქაც ააშენა ტაძარი. საოცარი პიროვნება და გამორჩეული რაჭველი ასე ვთქვათ. თუ გახსოვს აი ღმერთის შეგრძნება როდის გაშდა, სიმღერა გავიგეთ. ან ესე თუ იყო ოჯახში და შენ დამოკიდებულება როგორია საერთოდ? გაგიზიარებ აუცილებლად. იცი რა თქმა უნდა ოჯახში სულ იყო ეს ღმერთმენა. თუმცა მე ჩემი სიყვარული ღმერთის მიმართ კიდე რაღაც უფრო არ ვიცი, ნუ ყველა ადამიანს აქვს რა ალბათ, მაგრამ მე ყოველთვის მქონდა ეს ჩემი ურთიერთობა და ჩემი საუბრები პირადი. და ყოველთვის აღნიშნავ იმას, რომ მის თანადგომას ვგრძნობ ყოველთვის. აი, ყველაზე ისეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც ძალიან დამხმარებია. ხო და ეს მის როელოპარკი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ისეთ ჩიხში როდესაც შევდივარ, აბსოლუტურად ყველა ჩიხიდან პოულობ გამოსავალს. იცი რა, დღითი დღე უფრო ალბათ ძლიერდება რა, იმიტომ რომ რაღაცა ცხოვრებისეული გარკვეული ქარტეხილების შედეგად უფრო და უფრო შედიხარ ადამიანი რწმენაში, რაღაც კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე რა და მე რა ვიცი, მადლობა ღმერთს კიდევ. დედა როცა გახდი მივხვდი ამას კიდევ უფრო რომ აი, ისეთ თემას შეეხარე, რომ ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ აი მხოლოდ ღმერთია. დედას ვფიცავარ, მხოლოდ ღმერთია და აი არაფერი ამ ქვეყანაზე არ არსებობს. იცოდი ამის შესახებ? არა. 19 მარტს ახლა ხდება ერთი წელი, როცა გავხდი დედა და მე იმდენად რთული მშობიარობა და არაფერი არ ვიცოდი მართლა. აი ძალიან რთული მშობიარობა მქონდა, ისე რომ მე 3 თვე გავატარე ინკუბატორში, მაშო დაიბადა 990 გრამი და ძალიან ისეთი სარისკო იყო მოკლედ ეს ყველაფერი რა და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, არავინ იმედს არ გვაძლევდა და ნამდვილად ღმერთის, ნუ რა დავარქვით მარიამი, ღვთისმშობლის საპატივცემულოდ და მართლა ნათია ესწრებოდა, ხო, მშობიარობას და მე ისე შეიცვალა სიტუაცია, არ მინდა ეხა ეს დაგძაბოთ და ცუდ რაღაცებზე ვისაუბრო, მაგრამ ხო, აი სამშობიარო ბლოკში რო შემიყვანეს, მარტო რომ დავრჩი
მართლა მარტო უფალი იყო და მადლობა უფალს კიდევ ერთხელ განმეორდები და ღვთისმშობელ მარიამს, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია საკითხი ჩემთვის და მაშინ მივხვდი რომ არის მხოლოდ რა არის დედობა, აი რა შეგრძნება, მესმის ვერ გადამოსცემ. ნუ აი ზართულია. ეს უნდა განიცადო. მამები ვერაოს ვერ მიხვდები, დედები როგორები არიან, მაგრამ აი დედა ხო არის, წმინდა და წმინდა. რა შეგრძნება გაი, რაში შეგცვალა, აი რა იყავი 19 მარტამდე გასული წლის და რა მოხდა მერე და ალბათ ეხა ნელ-ნელა ოცი მასაკშია უკვე შენიშნული, ნელ-ნელა კიდევ უფრო სხვა რაღაც ამ სიყვარულს და ემოციებს გნავთ, მაგრამ აი მოხდა რაღაც ცვლილება შენში. ხა, კი, რა თქმა უნდა. ჯერ პირველ რიგში დავწმუნდი რომ ყველა დედა არის გმირი და დედა ჩემი დავაფასე 10 მაგად. იმიტომ რომ მაშინ რომ დაიბადა, მარიამი რომ დაიბადა, დედა ჩემი რომ ვნახე, უთხარი რომ დედა მეთქი 3 შვილი როგორ გააჩინე იმ პერიოდში მე ერთი ძლივს მართლა შობედა. რთულია რა, დედობა ნამდვილად რთულია და საპასუხისმგებელია და ამ საკითხს უნდა მივდგე ისე. სხვანაირი ძალიან პასუხისმგებლობით და რა თქმა უნდა შეიცვალა რაღაცეები დავწმუნდი რომ არ ვიცი რაღაცა საოცარი ძალა გვაქვს რო გგონია რომ აი ახლა всё აღარ შეგიძლია და უნდა დანებდე აი შენი შვილის ღიმილს რო შენიშნავ თავიდან რაღაცა განახლება ხდება შენში და მართლა ფენიქსივით აღდგები რა და რთულია აბსოლუტურად ყველა დღე მაგრამ უმკლავდებით მაგრამ ბედნიერი რა თქმა უნდა ბედნიერებით სავს ეს ბედნიერება და სიყვარული გალახვინებს ამ ყველაფერს რა გადალახავ ამ სირთულეს უძილობას არ ვიცი დაღლილობას ყველაფერს მაგრამ გაგიღიმებს და ღირს ყველაფერს ეს გაგიღიმებს და მართლა მალამოდ მოგედება ეს შვილის სიყვარული რა თქმა უნდა სულ და ნიჭიერია მაგ საკითხში ხო ვაღირინით კი ვაღირინით კი კი ცდილობს რომ რაღაც პეტერეს აკრავებზეც დაუკრას ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარაა და იცი რა მითხარი აი ესეთი საოცარი გულსხმელობი და ძალიან ცოცხალი შეგრძნებით მისაუბრები ღმერთთან ურთიერთობაზე და თან აი რამდენიმე მაგალითი გაიხსენე და რამდენი კიდე ალბათ არის რომელიც ახლა შეიძლება შენი პერადია სადაც იგზენი უშუალოდ რომ არსებობს აგეხმარება როცა ასეთ გზნობ შენ თვითონ ხო რას ფიქრობ აი შენს ირგვლივ ნაცნობებთან და საზოგადოებაში როგორ შეიძლება ეს გამოხატო რომ აი ღმერთის მადლიერება. გარდა იმისა, რომ შეიძლება ღმერთს უთხრა მადლობა. რას ფიქრობ? იმიტომ რომ რო დაფიქრე ხომ ასეა, რომ აი მე რო სიტყვა და შენ სიკეთეს გამიგეთებ, ხო? მე ვცდილობ რაღაცით მე მადლიერება გამოვადო. შეიძლება მარტო მადლობა არ დამჯერდეს და მე მგონია რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არიან ერთი ან რამდენიმე რომ იმდენად დავალებული ხარ, რომ აი არ ყოფნის უბრალოდ სიტყვის მადლობა და გინდა რომ სულ რაღაცით გამოხატო, რომ აი ქმედებით. იმიტომ რომ ის თხოვს, ისე როგორც ღმერთი არაფერს არ გთხოვს ჩვენ. არაფერს არ, მაგრამ შენ. ხო და აი როგორ წარმოგიდგენია ცხოვრებაში ერთი გამოხატო. ერთი მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამას აკეთებ შენ და შენი და შენი ოჯახი, რომ თქვენი სიმღერით იმას ახარებთ. ხდები ანუ ესეც ერთგვარად მადლიერება რომ ნიჭი რაც მოგეცა, აღმოაჩინეთ რომ ეს ნიჭი გაგაჩნია და ამით ხვებს ახარებ. ეს ფუჭად არ ჩაულია. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ესეც, რომ აი თუნდაც ერთხელ რომელიმე თქვენი ნამღერით რომ გაახარეთ ვიღაცა და თქვა რომ აი როგორც რა კარგები ხარ დაგოლცე, უკვე დიდი საქმეა. ეს ერთია. კიდე ერთი შეიძლება რომ აი რას ფიქრობ, თუ გიფიქრი ამაზე საერთოდ, არ ვიცი შეიძლება არც გიფიქრია და ისე რა დაგეთანხმები იმ საკითხთან, ხო, დამაფიქრე პლუს ამას, მაგრამ ის საკითხი რაღაც ახსენე სიმღერასთან და მუსიკასთან კავშირი ჩვენი ძალიან მჭიდრო სულ ვამბობ ხოლმე რომ რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება თუ არ იქნებოდა მუსიკა და იმდენად რაღაცნაირად ცუდ განწყობაზე ვდგები მუსიკოთ რო წარმოგიდგენია ხო ფიქრობ რომ აი რაღაცა ძალიან მოწყენილი პიროვნება ვიქნებოდი რა და ეს ღმერთისგან ჯილდო რომელიც მე მირგო ნამდვილად არ ვიცი ძალიან აღმატებულია და ვცდილობთ რომ ჩვენი თქმის არ იყოს ყოველდღიურად ვემსახუროთ ამ მუსიკას და მივაწოდოთ ადამიანებს ჩვენთვის ბუძებული ნიჭი ისე როგორც საჭიროა და გავაბედნიეროთ. და რა მუსიკას აქვს ეს ძალა, რომ მუსიკას აქვს უდიდესი ძალა. აი, ზოგადად ხელოვნებას, მაგრამ მე ბევრჯერ მithქვავ ჩემ გადაცემაში, განსაკუთრებით თუ მუსიკოსი მყოლია მომღერალი, რომ მე ასე მგონია, რომ ყველაზე ჩემთვის მაგალითად ემოციურად ყველაზე დიდ დაბეჭდილებას ახდენს მუსიკა. ჩემზეც. რა თქმა უნდა, ხატრობა, ქანდაკება, ყველაფერი ახლა სპექტაკლებზე და ფილმებზე აუტირებია, რამდენიც გინდა. ან ახლა მიქელანჯელოს პიეტას რო შეხედა დაგაგდებს, მაგრამ აი მუსიკის ძალა რაღაც სხვა არის რა. აბსოლუტურად სხვა არის, რომ მგონია რომ დავთო ეგენიძემ მითხრა ბრწყინვალე რამე. მე ვარ გამტარიო. თავარი შემოქმედი ისე და მოვატარებ ხალხამდე, აი გადასწარავი ფორმულირება. კი, მუსიკას შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცა.
მე მაგალითად ყოფილა ხო შემთხვევები ყოველ ცხოვრებაში, რომ შეიძლება იყოს ძალიან ცუდ განწყობაზე, ხო? და ყველაზე დიდი მკურნალია აბსოლუტურად, იმიტომ რომ როდესაც მიმღერია მთელი შეგრძნებით და ემოციები, ზუსტად აი ის ნეგატივი, რაც იმ მომენტში ჩემ ცხოვრებაში ყოფილა, წასულა და ავსებული ვარ ძალიან დადებითით რა და ალბათ ჩემთვის მართლა საჩუქარი იყო და კიდევ ერთხელ ბევრჯერ მომხადე რა თქმა უნდა უხალს მადლობა და ყოველთვის მადლობელი ვარ მისი, მაგრამ მადლიერი ვარ რომ მე ეს ნიჭი არ გუნა მართლა და არ ვიცი სულ ვამბობ რომ რა მაგარია რომ მღერი და რა მაგარია რომ შემიძლია შეგრძნება აი იმ საოცარი თუნდაც არ ვიცი ჰარმონიის მუსიკალური ნაწარმოების შეგრძნება ისე როგორც საჭიროა და რო დაგბურძგლავს და მერთო ეს რა შეგრძნება და რა ემოცია. იცი რა ზდოფექს ახლა ამ წუთას, აი ხო არსებობენ ადამიანები, რომ დაუშვათ ხელოვნების რომელიმე დარგზე ოცნებობენ. ან თითქმის უმეტესობას უთქვამს, რომ აი სიმღერით მიწის ქონოდა. მუსიკა მეუნებიან შენ რა გენაულება რა გამაჩერებდა, არ ვთქვამთ მე რომ მღეროდე რა გამაჩერებდა. უამრავ ადამიანს ვთქვამს, მე რომ მღეროდე, კაი რა გეზარებ, რა გამაჩერებდა. ხო, ესეც არ არის და იმასაც თავისი ხიბლი. იცი რა მითხარი, თუ გაქვთ ხოლმე ესეთი შემოქმედებითი კონფლიქტები შენგანაც ის რომ დაუშვათ რაღაც ნაწარმოებზე რომ არა ეს სიმღეროთ, არა ეს არა. თუ უცებ არა, ძალიან ბევრ შემთხვევაში ან ვემთხოვი. ხო, არ გქონია ეს რაღაცა განსხვავებული დამოკიდებულება, რაღაც კონკრეტული ვთქვათ მუსიკალური დისონანსი არ გქონია. რადგან მითხარი რომ ოჯახიდან მომდის, რომ ყველაზე კარგად ვინ გახსენდება ოჯახში ვინ მღეროდან მღერის, აი ყველაზე კარგად. შერასთული. დედაც და მამაც, იმიტომ რომ დედა არის მუსიკოსი, ხელოვნებას მცოდნე, მამა არის ედისიონის პირველი თაობის მომღერალი და არ ვიცი ესე ვერ იცი როგორ რაღაცა ახლა დიდო უფრო გიყვარს ორივე მაგრად მღერის და ორივე ძალიან მაგრად ასრულებს. ბაბუებიც, ბებიებიც, ანუ ყველა ძალიან კარგად მახსენდება. ბაბუის დებია, აი ყველა. ეხლა რა მინდა კითხო. ესე იგი ხომ მითხარ რომ შემოდით რომზე ვლაპარაკობდი, მაგრამ რაჭაზე მაქვს ისგან. საერთოდ ჩვევია რომ რაღაცა რომ მიყვართ და მომწონს, მინდა რომ ყველა სკაოზეა რომ დავიხარჯო. ხო და მე მაქვს ჩემი თეორია, როცა ვინმე მიდის რაჭაში, რა უნდა ურჩიო? ნუ იგივე შემიძლია ვთქვა, როცა უცხოეთში ვარ საქართველოში, ყველა კუთხე ძალიან მიყვარს. რაც დრო გადის უფრო წმუნდები და რაც უფრო მეტ ქვეყანას ნახულობ უფრო ვაფასებ ჩემ ქვეყანას, მაგრამ ჩემი კუთხე ყველაზე ძალიან მიყვარს, ლოგიკურია, იმიტომ რომ სხვა კუთხე თუ გიყვარს უფრო ძალიან არ ვიქნები მართლა. აი შენ რას ფიქრობ? ვინც დაუშვათ ჯერ რაჭა არ იცის ან აპირებს, აი რა შეიძლება რომ ურჩიო? აი რა ყურე, რითი, აი რა უნდა განსხვავ მე იმერლებს და ის პეც. ხო, აი რა რაჭას ისეთი შენი აზრით, რომ აი ადამიანი რო ჩავაგ, თუ უნდა ნამდვილი რაჭა გაიგოს, როგორ უნდა მოიხიბლოს. აი არ ვიცი, ალბათ ყველგან არის, მაგრამ ნუ ჩვენ ხო რაღაც განსაკუთრებული არ ვიცი შეგრძნებები გვაქვს რაჭის მიმართ რა. მე მგონი რაჭველთ რაჭაზე გეგეთი არავის ესე მგონი არ ვიცი. განსაკუთრებული სტუმართ მოყარეობა. ხო, გულიანი. შერი როგორ მოგმართავენ? ბოიში უნავიჭი, გეფერებიან. ყველა თქვენ ზემოთ რაჭაში განსაკუთრებული. ხო და ყველა სიტყვით გეფერებიან. არ არსებობს ოჯახი, სადაც არ გაგიმასპინძლდებიან და ვიღაცა აუგად მოგმართავს. შინაურად ნუთავს. რა თქმა უნდა. ხო ყოფილა, აი მე ვერ მეტყვის ერთ-ერთი რაჭველი, ვისაც ერთხელ სტუმარი ყოლია და თქვენთანაც ალბათ ჭირი იყო ეს და იმ წუთშივე არ ხდება შინაური და იმ წუთშივე ყველა არიღებს თავისიანად. ბიძაშვილია დეიდაშვილი, ყველას ბიძაშვილი და დეიდაშვილია და ერთხელ ჩვენი მეგობარი ყოდა ჩამოყოლა, აბა რა ყველა ეს მაგათი დეიდაშვილი ბიძაშვილი ვინმე რომ მოგეწონოს რა უნდა ქნა და მეთქი ჩვენ აქ არავინ ისე არ მოგწონს იმნაირად. გადაკვრით. ხო და ვინც ჩამოყავდა მეგობრები და ჩამოდიოდნენ ხოლმე სტუმრად, მე კითხულობდნენ რომ მომავალ წელსაც ამოგვიყვანთ. ეგრეიცის შეყვარება. ხო და აი მე მგონი მეტი საუბარი ამას არ ჭირდება, რომ ჩვენთან კიდე განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობები ავიდა. მაგრამ სხვანაირად მოიწევს გული ჩვენსკენ. ობიექტურად ვთქვათ რომ ყველა კუთხესა საქართველოში ეს სპეცი, ყველგან რაღაც თავისი განსაკუთრებულობა არის. მაგრამ აი მე რო გამიგია და ჩემ თავზე და დარწმუნებული ვარ შენზეც, რომ აი ვიღაცა უცხომ რო გაიაროს და რაჭველი როა, აი სულ სხვანაირი დამოკიდებულება ხო და სადღაც რო აი მოიჭა აფრიკაში რო გავიყო რაჭველი. შეიძლება ისე შეგიყვარდეთ რომ გაგიჟდე ხო და სხვანაირი ურთიერთობა და რაღაცნაირი სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთს მიმართ. არ ჩამითვალღონ ცოტა სხვანაირად, მაგრამ ესეა და რა ვქნა. არ გვიწყენენ სხვა კუთხის წარმომადგენლები. გვიყვარს სრულიად საქართველოს. იგივეს მოყვება სხვა თავის კუთხეზე. აბსოლუტურად. თუმცა მაინც თუ დაინტერესებულ ხარ, მე ეხლა რაც რო გადის, იმიტომ რომ მე არ ვარ. მუსიკოსი თქვენი ოჯახიდან განსხვავებით. მაგრამ
რაც რო გადის ახლა უფრო მეტად ვიგებ რაღაც რაჭული ფოლკლორის რაჭული სიმღერების მრავალფეროვნებას და სიმრავლეს. ადრე მეგონა რომ 1-2 სიმღერა იყო. წერეთელმა დაგვიბარა. არა, წერეთელმა დაგვიბარა მეგონა ბავშვობაში და მე ტაშებჭე გირგნა. თუმცა ეხლა ბევრი არსებობს. მათ შორის მრავალჟანრიც რამდენიმე რაჭული ფორმა. თუ ვერსია ბოდიში, თუ საინტერესებოდ ხარ ბავშვობაში ან მე რაჭული სიმღერები გაგეგოთ, რაჭული ფოლკლორი და თუ რაჭაში მაინც ღერით ხოლმე. ისი რა შქმაში რომ ვისვენებდით ხოლმე ჩვენ ესე რაღაცა წინაპრებიდან გამომდინარე ნუ ბებიამდე დასასწავლადიდან ჩვენ და ანუ იმდენად მრავალფეროვანია ასე ვთქვათ რეპერტუარი გქონდა რაჭული სიმღერების ჩვენთან მარტო ვთქვათ ტაში ბიჭო გიორგუნა წერეთელმა დაგვიბარა უფრო ის ავთენტური და ზუსტად შქმერული რაც იყო რა და უშოლთური ჩვენისთან გადმოვიარე ხო უშოლთური სიმღერები და ეხლა ამ ბოლო პერიოდში იმდენად არის დაინტერესება მსმენელისგან რომ სულ ვცდილობთ ხოლმე რომ ზუსტად აი ის სიმღერები შევასრულოთ რა და ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა ეს სხვათა შორის რა ძალიან აიტანს ამ მსმენელმა და მაყურებელმა ეს სიმღერები და ვცდილობთ ხოლმე რომ ზუსტად ის სიმღერები შევასრულოთ რომელიც არ არის ესე ცნობადი რა ძალიან კარგი შვებით მადლობელი როგორც ერთი რიგით რაჭველისგან ჩემგან მიიღეთ ძალიან კარგად იმოქმედა მსმენელზე ამ ჩვენმა რა მოგცა პროექტმა სადაც შენ უკვე წარდგე შენთან ერთად ანუ შენი ოჯახის წარმომადგენლები იყავით მანამდე ვთქვათ რომ ღეროდით ერთად რაღაცა სოციალურ ქსელში ვნახულობდით მე სულ თავიდან ესე ნათიაც ესე აღმოაჩინე რომ მოვისმინე უცებ რაღაც გადასარიოთ ღირ ვინ არის მე გავარკვე და ასე შემდეგ რა მოგცა ამან საჯაროდ რა მიიღე იმიტომ რომ სიმღერა არ იყო შენთვის უცხო მანამდე სახლში ოჯახში მეგობრებში სიმღეროდით მაგრამ აი რას მიხვდი რა დაინახე შენთან მიმართებაში ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და ნათიასთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობა კიდე აბსოლუტურად სხვა გამოცდილება იყო, იმიტომ რომ კი იყო რაღაც პატარ-პატარა გამოსვლები სატელევიზიო დუეტის სახით, თუმცა ესე ფორმატი რომ დევდარიანები არსად არ გაჟღერებულა აბსოლუტურად და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ეპიზოდი, იმიტომ რომ ახალი თავგადასავალი იყო უფრო პროფესიონალურად წარვსვით მაყურებლის წინაშე, მსმენელის წინაშე შევასრულოთ ჩვენთვის საყვარელი სიმღერები და სხვა გამოცდილება იყო, სხვა ეტაპი იყო, გაგვიცნო მაყურებელმა. სხვანაირი სიყვარული ხო წამოვიდა ურთიერთობები და არ ვიცი, ერთი წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იყო და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხო, ამ პროექტში ჩვენ მოვხვდით. ეხლა რო ახსენე დევდარიანებიო და სურაჭაზე ახთომანებით ლაპარაკობ. დევდარიანები მაინდ-მაინდ რაჭველები არ ხარ, არ გიბრაზდებიან. ჩვენ ვიყავით მარტო იქ დევდარიანები და რო ჩავდიოდით ხოლმე იქ შქმერში და ჩამოვიდნენ მთავარი ადამიანები. ხო, მამასთან დევდარიანებს არ წინ. ხო, იცი შენ ეს ისტორია მოვყევი წინაზე რომ შქმერია რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, ცოტა უკვე დანაკლისში ვიყავით ამ ურთიერთობაში და აქაც გვინდოდა რა ეხლა ეს. სანამ მეორე ზაფხული მოვიდოდა. აბა რას გავძლებდით ერთმანეთის გარეშე და აქაც გვინდოდა ხოლმე და ხშირად ხვდებოდით რა ერთმანეთს. და მორიგი ეს შეკრება რო გქონდა კეიფი ეგრეთ წოდებული. მე რადგან პატარა ვიყავი, მამასთან უფრო მეტად გქონდა რა. ურთიერთობა ისეთი. კერო საჭიროა და შემაგზავნეს ახლა ნათიამ ჩვენ ძმაც ყავს შუათანა თორნიკე და შემაგზავნეს რომ მიდიო რა ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდებოდა და მიდი რა ჩააწყეო საქმეო და კაი მეთქი და შევედი და მეუბნები მამა მეთქი გეხვეწევი ნუ რაღაც კონკრეტული თანხა გვჭირდება იმიტომ რომ ჩვენ მეთქი შქმერელები თქო მივდივართ საკეიფოდ აი ესე შემომხედა რა დევდარიანი დამეწვა ხო მამა ნამუსი მაინც იქონიერ დევდარიანები ხარ და მითხარი რა ის ჩვენ მეთქი შქმერელები მივდივართ. ხო და დევდარიანების მხარე ხო არ გებრაზდება თუ რაჭველებს რო იძახით. არა, დევდარიანები ძალიან ამაყობენ და სხვათა შორის ამას წინად იყო ეს შემთხვევა რომ რაღაც კონკრეტულ ობიექტზე ვიყავი და საჩუქრაც გამომიგზავნეს რაღაცა თუ ძალიან გამიხარდა რა და მოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და ხო მითხრა რომ თქვენო გენაცვალეთ თქვენო დევდარიანების სიამაყე ხართო და როგორ გვახარებთო და აი სიხარულით გული ისე ამევსო რომ აღარ ვიცოდი ვინ გაბრწყინებული ვიჯექი და ძალიან დიდი მადლობა თქვა ხო და იგი დამაყობენ და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. მეც მადლობა საუბრისთვის, სტუმრობისთვის, გულწრფელობისთვის.
გისურვებ წარმატებას. ბედნიერ დედობას, იმიტომ რომ ახლა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი შენი საქმე დედობაა. თან გითხარი მაშოს დაბადების ამბავი, გაბრწყინებით დედობაზე, რაც აინც ალბათ ბოლომდე ვერ აღწერას ნიშნავს ეს და გისურვებ რომ ბედნიერ დედო იყო და კი თქვი დედაზე რომ გმირი დედა ხარო სამი შვილია, მაგრამ მეც გისურვებ შენ ამ გმირობას გაიყვე. და ბევრი შვილი ყავდი და წარმატება ქონდეს და სიყვარული და სულ ქონდეს იმის განწყობა რომ გემღერებოდეს. ირგვლივ ქვეყანაში და ოჯახში. მადლობა დიდი და წარმატებები. შემდეგი ჩაიდავლიოთ რომში. აუცილებლად. შემთხვევით მჯერა რომ აფერა ხდება და ღმერთს მადლობა რომ ესე მოხდა რომ ეკლესიას დამაკავშირა გალობით